თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე. ქვეყანაში ექსპორტის წახალისების სააგენტო შეიქმნება. სააგენტო ქართულ კომპანიებს პროდუქტის ექსპორტზე გატანაში დაეხმარება. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს. ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკური დარგის ექსპერტებს შეხვდა. განსახილველი თემები ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის გეგმა და საინვესტიციო პროექტები იყო. საუბარი შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებსაც. ჩვენ მუშაობთ უკვე და მათი სურვილების დაემთხვა ეს არის ექსპორტის წახალისების სააგენტო, რომელზეც მომავალი წლის ბიუჯეტში ჩვენ ვფიქრობთ, რომ სერიოზული რესურსი იქნას გათვალისწინებული, იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკა ექსპორტის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, რომ ქართული პროდუქცია იყოს კონკურენტული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამის მიღწევის გზებზე ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ დოკუმენტში. უნდა მოხდეს დროული ცვლილებები, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე კანონქვემდებარე აქტების, რომელიც ზოგჯერ უკვე ანეკდოტური ხასიათის არის და სრულიად მიუღებელია ბიზნესისათვის. პირადად მე დავსვის საკითხი, რომ მომავალი წლიდან სახელმწიფო შესყიდვები, რომლებიც ორიენტირებული მთლიანად იმპორტზე იყო, მთავრობამ ჩამოაყალიბოს სტანდარტიზირებული პროდუქცია, რაზე უნდა მას 2014 წელს განახორციელოს შესყიდვები.